გასულ კვირას გავხდით ბათუმში. უბრალოდ ამ კვირის დასაწყისში, სადაც ჩემი აზრით სრულიად ახალი სერვისების ერის დასაწყისის თანამონაწილენი გავხდით საქართველოში, მოღვაწე საქმიანი საზოგადოებისთვის. ჩემი აზრით იწყება ეს სერვისების მიწოდება უკვე ფაქტია ბიზნესებისთვისაც, თან განურჩევლად მისი ზომის მსხვილია ბიზნესი მცირე თუ საშუალო. სრულიად ახალი მომსახურების ერა, რომელსაც სხვა შორის დასაბამი 16 წლის წინ მიეცა სოლოს ბრენდის დაარსებით და ბაზარზე შემოსვლის სახით. ამჯერზე კი საქართველოს ბანკმა, როგორც ფინანსური სექტორის ინოვატორმა, ახალი მომსახურება სოლო ბიზნეს წარადგინა. ორი სიტყვით შესავალშივე გეტყვით, რომ სოლო ბიზნეს საქართველოს ბანკის პრემიუმ კლასის მომსახურებაა. იდეაში სპეციალურად და აქცენტირებულად საშუალო ზომის ბიზნესებისთვის მორგებული. იგი აერთიანებს როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სერვისებს და რაც ბიზნესის მარტივ და ოპტიმალურ მართვას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს, სადაც ერთ საუცხოოდ მოწყობილ სივრცეში არის ყველაფერი თავმოყრილი, რაც თქვენს საქმიან და პირად კომფორტსაც უზრუნველყოფს. საწყის ეტაპზე მომსახურება ბათუმში, უახლესი დიზაინის და კონცეფციის სოლო ლაუნჯია, ხელმისაწვდომი, რომელიც მელიქიშვილის 5-სა და რუსთაველის ქუჩის 43 ნომერის კვეთაზე მდებარეობს. ახალ ლაუნჯზე სოლოს გუნდმა იტალიურ სააგენტო დინთან ერთად იმუშავა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ინტერვიუსთვის სპეციალური შეთანხმება გქონდა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ეთუნა ირემაძესთან და თორნიკე კუპრაშვილთან, რომელიც საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელია. ყველაფერი დანარჩენისთვის ისინი საუკეთესოდ გადმოსცემენ ახალი სერვისების დანიშნულებას და ერთგვარ ნაკრებს, მოდი ესე ვიტყვი, სერვისებისა, რომელსაც იტევს სოლო ბიზნესი და გეგმებს, რომლის მხოლოდ დასაწყისია ბათუმის ეს არაჩვეულებრივი სივრცე. საქართველოს ბანკი სოლო მომსახურების მიმართულებით სრულიად საეტაპო ტრანსფორმაციას აანონსებს. საუბარია სოლო ბიზნესის სრულიად განსხვავებულ სივრცეზე, რომელიც ბათუმში გაიხსნა. მაყურებელი ახლა თვალყურს ადევნებს ამ კადრებს, თუმცა ამ არაჩვეულებრივი სივრცის გარდა, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ შინაარსზე და დანიშნულებაზე საქმიანი სივრცისა, რომელიც სპეციალურად სოლოს კლიენტებისთვის გაიხსნა. დიდი მადლობა მინდა უთხრა ამისთვის ეთუნა ირემაძეს და თორნიკე კუპრაშვილს, რომ არიან ჩვენთან ერთად. გამარჯობა. სალამი გიორგი. მოგესალმებით გიორგი. დიდი მადლობა რომ გვასმენძლობთ აქ და ესეთ ლაუნჯი ეთუნა რას მახსენდება, არაერთი იყო და თან არც იყო, იმიტომ რომ მაინც სრულიად განსხვავებულია, ძალიან აგაფრთოვანებს რო იტყვიან. მაგრამ რეალურად რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, უფრო ალბათ საინტერესოა მაყურებლისთვის, რომ ვისაუბროთ თავად კონცეფციაზე. რატო შეიქმნა ის და რასთან გვაქვს ახლა საქმე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ გიორგი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. დღეს ბათუმში გაიხსნა სრულიად ახალი კონცეფციის ლაუნჯი და ეს არ არის მხოლოდ დიზაინის ცვლილება. ეს არის მთლიანად ფორმატის ცვლილება სოლოსი. და ბათუმი არ შეირჩა შემთხვევით, დავიწყეთ ბათუმიდან, იმიტომ რომ თვლით, რომ ბათუმი არის მომავლის ქალაქი. და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ასეთი სტრატეგიული მიმართულება არის ინოვაცია, რეგიონალური განვითარება და რაც მთავარია მომხმარებლების საჭიროებებზე ფოკუსირება. 3 წლის განმავლობაში, აქედან 2 წელი ვმუშაობდით კონცეფციაზე იტალიურ კომპანია დინთან ერთად. ეს კომპანია შეირჩა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დინი იყო, ვინც რეალურად პირველად შექმნა სოლო. და მათ გარეშე განახლებას ვერ გავბედავდით. ფიქრობ, რომ ძალიან დიდი სიახლე იქნება როგორც რეგიონისთვის და ბათუმისთვის, მთლიანად საქართველოსთვის. 16 წლის წინ სოლოს შექმნით ქვეყანაში ახალი პერსონალური საბანკო მომსახურების კულტურა შეიქმნა. ვიტყოდი და ეს არ იყო მხოლოდ საბანკო პროდუქტების შეთავაზება. ჩვენ გვინდოდა შეგვეთავაზებინა ცხოვრების ახალი სტილი, ახალი გამოცდილება
და რაც ყველაზე მთავარია, რაც სოლო აძლევს ჩვენს მომხმარებელს, ეს არის გაბედვა და ახლის აღმოჩენა. სწორედ აქედან გამომდინარე, როდესაც ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი, რომელიც პირველ რიგში, როგორც აღნიშნა, იქნებოდა ფოკუსირებული მომხმარებლის საჭიროებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფაქტიურად დღეის მდგომარეობით სოლოს ყავს 200,000 მომხმარებელი, უკვე ძალიან რთული იყო მხოლოდ ერთი ფორმატით მომსახურება. სოლოში გაჩნდა ქვესეგმენტები ამ 200,000 მომხმარებელში, ანუ არის სოლო X-ი, რომელიც არის ძირითადად უფრო დიჯიტალ მომხმარებელი, არის სოლო პრემიუმი, რომელსაც ყავს უკვე პერსონალური ბანკირი და არის სოლო კლუბი, რომელიც არის სეგმენტი, ასე ვთქვათ, სოლოსა და ველს შორის. და სწორედ ეს ახალი ფორმატი იძლევა საშუალებას, რომ ეს სამივე ქვესეგმენტისთვის იყოს შესაბამისი ადგილი, შესაბამისი მომსახურების სივრცე და სოლო კლუბისთვის გამოიყო ცალკე სივრცე, რადგან ძირითადად უფრო სტრუქტურიზებული პროდუქტებია მათთვის მნიშვნელოვანი და საინვესტიციო პროდუქტები და აქედან გამომდინარე ეს ცალკე განკუთვნილი სივრცე ბევრად უფრო კომფორტულია რჩევების მისაღებად და სხვადასხვა საკითხების განსაზღვრავად. მეორე მხრივ სინერგია რას მოიტანს თქვენი დაკვირვებით და წინასწარი მოკითხვით ბიზნესებისთვის, ვისთვისაც ეს იქნება და რეალურად რა გამოვა საბოლოო ჯამში ადამიანებისთვის, კომპანიებისთვის, რომლებიც გახდებიან აქაურობის ბენეფიციარები და თქვენი პარტნიორები და კლიენტები. სწორედ აღნიშნეთ, გიორგი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიახლე ამ ფორმატის არის ის, რომ შეიქმნა სივრცე, სადაც სოლო შეხვდა ბიზნესი. ეს გულისხმობს იმას, რომ დღეის მდგომარეობით, როდესაც უყურებთ ამ საჭიროებას და რისთვის დადიან ჩვენი მომხმარებლები ბანკში და უშუალოდ ფიზიკურ სივრცეში, არის ის, რომ ძალიან გადაკვეთილია უკვე პირადი და ბიზნეს საჭიროებები. აქედან გამომდინარე, თორნიკესთან ერთად და დინთან ერთად უკვე დავჯექით, რომ უკვე ახალი სერვისი შემოსულიყო სოლოში და ეს ყოფილიყო სოლო ბიზნესი. და ეს შეიქმნა სივრცე, როდესაც ჩვენი სოლო მომხმარებლები, რომლებიც არიან დამფუძნებლები ან დირექტორები სხვადასხვა კომპანიების, ერთ სივრცეში მიიღებენ ამ მომსახურებას და თანამშრომლების ფაქტიურად საერთო გვეყოლება. და მეორეს მხრივ ბანკისთვის სუფთა შიდა კორპორატიულიდან გამომდინარე, კიდევ ტიპიურად სხვა სინერგია იკრება, როცა სოლოს მიმართულების და ბიზნეს მიმართულების თანამშრომლები ერთად ქმნიან რაღაცა მნიშვნელოვან პროდუქტს. ეს იქნება როგორც თანამშრომლების სინერგია, ანუ ეს არის უპრეცედენტო, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა იმ კუთხით, რომ რეალურად ეს ჯვარედინგ გაყიდვებს, რასაც ვეძახით, ეს იქნება აქ ძალიან ბუნებრივი უკვე, იმიტომ რომ თანამშრომლებისთვისაც და თავად მომხმარებლებისთვისაც. 16 წლის წინ დაწყებული ისტორია სრულიად სხვანაირად გრძელდება და ტრანსფორმაცია ამ ყველაფრის ბიზნესთან მოდის შეხებაში, როგორც ეთუნამბძანა 200,000 მომხმარებლიდან გამომდინარე უკვე მნიშვნელოვანი იყო, რომ ბიზნესის სეგმენტი გაჩენილიყო. შეგვიძლია თუ არა უკვე დადასტურებულად ვთქვათ, რა ტიპის სერვისებს მიიღებენ თორნიკე სოლო ბიზნეს ლაუნჯის მომავალი მომხმარებლები. ამ სივრცეში ბიზნესები მიიღებენ ყველა იმ სერვისსა და პროდუქტს, რასაც საქართველოს ბანკის გუნდი ქმნის ბიზნესებისთვის. ამასთან ერთად ამ სივრცეში მომხმარებლებს დახვდებათ, მათ დამფუძნებლებს, მათ მმართველებს, დირექტორებს, გადაწყვეტილებების მიმღებებს დახვდებიან ბიზნეს სპეციფიკაში კარგად გათვითცნობიერებული ბანკირები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მომხმარებლების საჭიროებებზე. ამ სივრცეში მომხმარებლებს ექნება თვითონ შესაძლებლობა, რომ გააზიარონ გამოცდილება ერთმანეთს შორის. გააღრმავონ ურთიერთობები, რაც კიდევ დამატებითი წინაპირობა არის იმისთვის, რომ კიდე ახალი ბიზნეს შესაძლებლობები გაჩნდეს. ბანკის კვლევებში, გალტენ ტაგარტის ხვების კვლევებში, რასაც ბრიფებს ვეცნობი და ეთუნამაც თავის გამხსნელ სიტყვაში ბრძანა ბათუმის მნიშვნელობა ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ეპიცენტრი და ეკონომიკური აქტივობისა, რაც აიხსნება, რატომ იწყება ეს ყველაფერი ბათუმიდან. თქვენი პოზიცია ბათუმთან დაკავშირებით და რა გეგმები არის სხვა ქალაქებთან მიმართებით? ბათუმიც და აჭარაც ზოგადად ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად გახდა ლიდერი ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით. ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში დაახლოებით 10%-ია კონტრიბუცია მთლიანად აჭარის რეგიონის, ასევე ურბანიზაციაც საკმაოდ მაღალი ტემპით მიმდინარეობს და ხედავთ, რომ ბათუმის ფართობი, ასე ვთქვათ, იზრდება წლიდან წლამდე და ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, ბიზნეს აქტივობის წინაპირობა არის. ჩვენი დაკვირვებით ასევე მზარდი არის საშუალო ბიზნესების რაოდენობაც ბათუმში. ყველაზე აქტიური სექტორები, რომ გამოვყოთ, ალბათ არის ვაჭრობის სექტორი, უძრავი ქონების, ტურიზმის და მშენებლობის მომიჯნავე სექტორები, იმიტომ რომ უფრო მეტად აქ არიან საშუალო ზომის ბიზნესები აქტიურები და სწორედ აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩავთვალეთ, რომ არის მზაობა
ბათუმიდან დავიწყოთ პრემიალური ბიზნეს საბანკო მომსახურების შეთავაზება ჩვენი მოხმარებლებისთვის. და დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის წარმატებული მაგალითის საფუძველზე მალევე ვიფიქრებთ უკვე შემდგომი ადგილების დამატებაზე სხვადასხვა ქალაქებში. ნახეთ, ერთის მხრივ თქვენთან და ეთუნასთან არა, მაგრამ თქვენ კოლეგებთან მომიწია ურთიერთობა ციფრული სერვისების მიმართულებით უზარმაზარ აღიარებებზე, განსაკუთრებით ბოლო კვირაებში. და ეს არ იყო მარტო რეგიონის მასშტაბით, საუბარია სოფლიო დონის ბრენდების აღიარებაზე, რომელშიც ძალიან ავტორიტეტული მედიები არიან ჩართულები. და მეორეს მხრივ ვიღებთ სრულიად ახალი კონცეფციის ფიზიკურ სივრცეს. ანუ აქ ჩემი კითხვა ეხება რა საჭიროებებს პასუხობს აღნიშნული სივრცის შექმნა. ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ბანკისთვისაც, საქართველოს ბანკისთვისაც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებისთვის მნიშვნელოვანი არის სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებები და ჩვენი გუნდები მუდმივად მუშაობენ ტექნოლოგიური სიახლეების და საერთაშორისო პრაქტიკების ადაპტაციაზე და მოხმარებლისთვის შეთავაზებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე არის ის აღიარებები, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ბანკის სერვისები პოულობს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის მიღმაც. თუმცა მეორეს მხრივ საშუალო ბიზნესებს აქვთ უკვე კომპლექსური საჭიროებები, რომლებსაც მხოლოდ ციფრული მომსახურება ვერ ფარავს და საჭირო არის ესეთი tailor-made, მათზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება მოხმარებლებისთვის. და ასევე მნიშვნელოვანი არის მათთვის კარგი რჩევა იმისთვის, როგორ განავითარონ ბიზნესი. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ კარგი ექსპერტები, საუკეთესო ექსპერტები, გამოცდილი ბანკირები, რაც კი ყავს მთლიანად რეგიონში, კონცენტრაცია გაგვეკეთებინა აქ და როდესაც მომხმარებელი ხდება სოლო ბიზნეს ნაკრების გამომწერი, მფლობელი, მათ ექნებათ უცლობა ასეთ რჩევებზე, მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებზე და ეს არის პასუხი ზუსტად იმ საჭიროებებზე, რაც საშუალო ბიზნესებს ყოველდღიურად უდგებათ. რა დაკვირვების შედეგია ის სერვისები, რომლის ჩამოთვლასაც ახლა გთხოვთ, რომ მიიღებენ სოლო ბიზნეს ლაუნჯის მომავალი ბენეფიციარები? სოლო ბიზნეს ნაკრები მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, პროდუქტებსა და სერვისებზე, რასაც საქართველოს ბანკის გუნდი თავაზობს მომხმარებელს. ამაში შედის როგორც საერთაშორისო გადარიცხვები, ადგილობრივი გადარიცხვები, ნაღდ-ფულთან დაკავშირებული ოპერაციები, ასევე ციფრული გადახდები. თუმცა ამასთან ერთად ჩვენ მუდმივად უყურებთ, ვაკვირდებით, როგორ იცვლება მომხმარებლის ქცევა, რა ინტერესები აქვთ მათ და ხედავთ, რომ წლიდან წლამდე მზარდი არის დაინტერესება საშუალო ბიზნესების მხრიდან საერთაშორისო გამოფენებზე, ისეთ ღონისძიებებზე, სადაც ხდება ტექნოლოგიური სიახლეების, გარკვეული გამოცდილების გაზიარება, ეს შესანიშნავი შესაძლებლობა არის იმისთვის, რომ გაფართოვდეს ბიზნეს კავშირები, ბიზნეს წრეები და მოხდეს ამ ყველაფრის მატერიალიზება. თუმცა მეორე მხრივ ეს ყველაფერი მოითხოვს საკმაოდ დიდ რესურსს და ხშირად არის ხოლმე იმედგაცრუება, რამდენად ის იყო ღონისძიება, რა მოლოდინის მომხმარებელს ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდი იზრუნებს წინასწარ ჩვენს მომხმარებლების ინტერესებზე დაყრდნობით, რა იქნება მათთვის საინტერესო, როგორც საერთაშორისო გამოფენები, ასევე ადგილობრივი ღონისძიებები და ჩვენ შევთავაზებთ უკვე ჩვენს მომხმარებლებს ასეთი ტიპის ღონისძიებებზე დასწრებას და მათი სურვილის შემთხვევაში შეიძლებათ, რომ დაესვან. ამასთან ერთად სივრცეში ლაუნჯში არის სპეციალურად გამოყოფილი შეხვედრების ადგილები, სადაც თავად შეიძლებათ უკვე ჩვენს მომხმარებლებს უმასპინძლონ თავიანთ ბიზნეს პარტნიორებს და განიხილონ ბიზნესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. და აღარ დაჭირდეთ ამისთვის თავიანთი სივრცეების ათვისება. ბიზნეს კონსიერჟის თემა, რომელიც ყოველთვის იდგა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება. რამდენად რელევანტური და ჩართული არის ამ ყველაფერში. ეს არის სიახლე, აქამდე კონსიერჟი მხოლოდ საცალო მიმართულებით ემსახურებოდა მომხმარებლებს და დღეიდან უკვე გვეყოლებიან სოლო ბიზნეს კონსიერჟები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი დროის გამოთავისუფლებას იმისთვის, რომ მომხმარებელმა უფრო მეტი დრო დახარჯოს მისი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრზე. ეს არის სერვისი, რომელიც მოიცავს მაგალითად კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, მივლინებების დაგეგმვა, შეხვედრების ორგანიზება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ანთავისუფლებს მნიშვნელოვან დროს
ჩვენი მოხმარებლებისთვის, რომელიც ყველაზე ძვირფასი არის ამ ზომის და ზოგადად ბიზნესებისთვის. ჩვენ გალტენდაგერტით სხვა რაკურსით და სხვა დანიშნულებით ვახსენეთ, მაგრამ ამ თელა ამ ჩამონათვალში ამ სერვისების რამდენად ამყოლია თვითონ ბიზნესი და რამდენად აყვება ამას ყველაფერს თუ ესეც მოკითხული გაქვთ და იცით რომ ამის საჭიროება და მოთხოვნა არის ბაზარზე. გალტენ-ტაგარტი წლების განმავლობაში და მათი კვლევები და სექტორული დაფარვები გახდა ძალიან რელევანტური ფაქტიურად ყოველდღიურობა ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების ფაქტიურად დიდი გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი ბიზნესების მხრიდან მიიღება იმ კვლევებზე დაყრდნობით, რასაც გალტენ-ტაგარტი ეტაპობრივად აქვეყნებს. თუმცა ეს ყოველთვის ესე არ იყო და ეტაპობრივად გახდა რელევანტური და დაინტერესება გაიზარდა კორპორაციული კლიენტებისგან. თუმცა საშუალო ბიზნესებისთვის ჯერჯერობით ვხედავთ მაინც ნიშას ასათვისებელს, აქედან გამომდინარე, გვინდა რომ უკვე მათზე ადაპტირებული, მათ კონტექსტზე კარგად მორგებული სექტორული კვლევები გავაცნოთ და მივეხმაროთ ჩვენს ბიზნესებს სწორი ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებითაც დაინტერესება მზარდი იქნება ჩვენი საშუალო მოხმარებლებისგან. დიდი იმედი მაქვს ამის. შემდეგი რა არის? 16 წლის წინანდელ ისტორიას ვიხსენებ და ვახსენდება სკეპსისი და მერე აღრთოვანება თამდევი სოლოს მომსახურების კომფორტიდან გამომდინარე. მესმის ახლა რთულია გადმოსაცემად, სანამ ბიზნესმენი აი აქ არ შემოვა, სანამ ამ სივრცეს არ ნახავს და თითოეულ ამ სერვისს არ შეიგრძნობს, იმ გარემოდან გამომდინარე, საქმიანიდან და შინაურიდან, რაც აქ არის შექმნილი. თუმცა ეს ახალი საეტაპო მომენტი, რაც სოლო მომსახურებიდან გამომდინარე დადგა, რას მოასწავებს თქვენს გეგმებში? ეხლა ვახსენეთ დიჯიტალის კუთხით საკმაოდ დიდი აღიარება საქართველოს ბანკის და ეს იყო სოფლიო აღიარება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო მეორე ზედიზედ და ისეთ გიგანტებთან ერთად ვიყავით და დაემატა ეხლა მაგალითად როგორც არის რევოლუტი, ანუ ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ რეალურად 16 წლის წინ ჩვენ საბანკო პერსონალური საბანკო მომსახურება ძირითადად ეყრდნობოდა ოპერაციებს, ეს იქნებოდა გადარიცხვა და ასე შემდეგ, ანუ უფრო მარტივ ოპერაციებს და რეალურად ეგ იყო პირველი კომფორტი მომხმარებლისთვის. ჩვენ მთავარი მიზანი არის მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფა და ზუსტად ეს სივრცეც, ეს ახალი წამოწყებაც ამ მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი არის. თუმცა მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ სივრცეებში ვამრავალფეროვნებთ სერვისების სიას და თვითონ სერვისების შინაარსს, მთავარი აქცენტი მაინც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის არის მომსახურების გაციფრულება. აქედან გამომდინარე, წელს ბევრი სიახლე გქონდა და კიდევ ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი, რომლის შესახებაც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მოგვეცემა შესაძლებლობა თქვენს მაყურებლებს მოუყვეთ. და რაც თავარი აუცილებლად გავესაუბროთ ბიზნესებს, რომლებიც იქნებიან პირველი მომხმარებლები იმ სოლო ბიზნეს მიმართულების, რომელიც თქვენ ბათუმიდან დასტარტეთ. წარმატებები. დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ 16 წლის თავზე სოლო ბიზნეს მიმართულება იქნება არამხოლოდ საეტაპო, არამედ სრულიად ახალი სივრცე ბიზნესებისთვის, რომელიც ამას აითვისებენ საკუთარი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. წარმატებები ქართულ ბიზნესს.